ერთი პატარა პარალელი შეიძლება გავალოთ, როდესაც ჩვენ ოჯახში გადაწყვეტილი გვაქვს. რეალურ რადიკალურად განსხვავებული ერთმანეთისგან. ამ კუთხით ისევ და ისევ მივიდივართ იქ, რომ არის ინფორმაციის ნაკლებობა. ყველას შეშენ არ დაიღუნოს. ხის მასალები შეჭირა, რა თქმა უნდა. ეს ვიზუალურადაც რაღაცნაირი. ხო, ეს არის. მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია, 9 საათი და ტრადიციულად თქვენს წინაშეა დოქტორ სამხარაძის პოდკასტი. როგორც ყოველთვის, დღესაც ვისაუბრებთ სამშენებლო სარემონტო სფეროზე, მოგცემთ ძალიან ბევრ რჩევებს. დღეს გვექნება ხეზე საუბარი, ძალიან ბევრი გამოწვევა თქვენთვისაც, ხის მასალების გამოყენება მშენებლობაში, დეკორში, რომელი ხე სად რა უნდა გამოვიყენოთ. დღევანდელი ჩვენი პოდკასტი ეძღვნება ამას. ამ ყველა ინფორმაციის გასაზიარებლად, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება ეკოუდის წარმომადგენელი და დღეს ჩვენი სტუმარია ეკოუდის საოპერაციო დირექტორი გიორგი სრესელი. გიორგი, გამარჯობა, მადლობა რომ მოხვედი. მოგესალმები, გიორგი, მივესალმებ თქვენ სტუდიას. ჩვენთან სახში ხარ ფაქტიურად ეკოუდიდან გამომდინარე. გიორგი, დღეს სამნაწილად დავყოთ ჩვენი გადაცემა ხის დეკორი ინტერიერში, მშენებლობაში ხის გამოყენება და მესამე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებები, რომელთაც ხის მასალა მუშავდება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ხის გამოყენების დროს მაყურებელმაც იცოდეს და ყველა ადამიანო, ვისაც შეხება აქვს ხესთან. სურვილები ყოველთვის ძალიან დიდია, ვიღაცას აბაზანაში უნდა ხის გამოყენება, ვიღაცას სამზარეულოში, ვიღაცას ტიხრად, რა მიმართულებით უნდა იფიქროს მაყურებელმაც, როგორ უნდა არჩიოს დეკორის მასალები. მივეხმაროთ, ასე ვთქვათ, იმ ადამიანებს, ვისაც სურს, რომ ნამდვილად ხის მასალა გამოიყენოს შიდა სივრცეში, ინტერიერში, დეკორის ნაწილში თუნდაც. რაც შეეხება თვითონ ეს იქნება კედლის დაჭერის მოწყობა, ეს არის თუნდაც სამზარეულოში, სივრცეში, სხვა თუნდაც სამზარეულო ზედაპირად გამოყენება ხისახეობის, თუნდაც არის ახლა ამ ჩვენ სტუდიის მოდელში გამოვიყენეთ პატარა ჩანართის სახით საუნის მოდელი, ეს არის თერმომოდიფიცირებული მასალა, რომელიც კვლავ ასე ვთქვათ ასორტიმენტში გვიზის და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად პოპულარიზაცია გავუკეთოთ ამ მიმართულებას, იმიტომ რომ საუნასაც ჭირდება შესაბამისი მასალები, რადგან არ მოხდეს იქ მოგახსენოთ მაღალი ტემპერატურა და ნესტიანი გარემოა. ეს ის მასალაა, ვთქვათ, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ თუნდაც აბაზანაში, მაშ, ანუ ეს ლოგიკურია, სადაც რთული პირობებია. შესაბამისად სწორად აღნიშნე, რომ შესაბამის ადგილს, შესაბამის დანიშნულება შეიძლება შესაბამისი ხისახეობის შერჩევა. ამ ბოლო პერიოდში მაქსიმალურად ვეცადეთ სხვადასხვა ხისახეობების შემოგვეტანა, რომელიც სწორად პასუხობს ამ ამოცანებს. ეს არის ამაზონის ტყის მასივიდან, აფრიკიდან, ისეთი ხისახეობები, რომელიც ფაქტურად და ვიზუალურად საოცარ ვიზუალს და შედეგს გვაძლევს. შესაბამისად მათი სიმკვრივეც, რომელიც მეტყველებს მის ფუნქციონალურ გამოყენებასაც. ეს ტროპიკული ხისახეობები გამოირჩევა იმით, რომ უფრო მეტი ასე ვთქვათ ტენის მიმართ, ნესტის მიმართ და ასე ვთქვათ დატვირთვას უძლებს და შესაბამისად სამზარეულოში აქტიურად ვიყენებთ მის ზედაპირებს, ასევე აქტიურად შეიძლება გამოვიყენოთ კიბის უჯრედში, საფეხურებს. ეს არის გაცილებით დიდი, ვიდრე ხო, შემხელობა უფრო მაღალი. კი ბატონო, ხისახეობა გვაძლევს იმ თუნდაც დიზაინერის ან ჩვენი სურვილების რაღაცა ასრულებს წინაპირობას. შესაბამისობაში იმაში, რომ ეს ფუნქციონალურადაც დაცული იქნება ყველაფერი. რაც შეეხება თვითონ თუნდაც აქ შენიშნებართვით ჩავსვავ, რომ ეს დაცვითი საშუალებები თუნდაც აქაც მნიშვნელოვანია, რომ იგივე სამზარეულო ზედაპირის ხეს რაც გამოვიყენებთ, არ იყოს მხოლოდ ასე ვთქვათ დაუმუშავებელი. ეგრეთ წოდებული საფარი მას დაცვითი მაინც სჭირდება, რადგან საექსპლუატაციოა და გაუზარდოთ. ცვეთა მედეგობა შეიძლება. ბოდიში მაყურებელმა მინდა რომ გაიგოს მსგავსი საკითხი, რომ ხის გამოყენება მხოლოდ პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს ნედლად ხის გამოყენებას გულისხმობ, არ გვაძლევს არანაირ პირობას, რომ ვთქვათ დაჟღეული ვიქნებით რაღაცა. აქ ძირი ნაწილით მაინც უჭირავს, ვთქვათ, იმ კონკრეტულ გამჟღენთებს და ლაქსაღებავებს, რაც ვთქვათ, თუნდაც შეიძლება რომ თქვენთან შევიძინოთ, ხო? დავიწყოთ იმით, რომ ხის მასალა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს უკვე გამოყენებადია, მას შესაბამისი ტენიანობა უნდა ქონდეს ჩამოსული სადღაც 8-დან 10%-მდე ეს დიაპაზონში. შესაბამისად, იმას გამოვლილი აქვს შრობის ეტაპი,
მე ხდება ამის ასე ვთქვათ ფორმატში მოქცევა, ეგრეთ წოდებული დაკალიბრება და ასე ვთქვათ სასურველი პროდუქციამდე დასული, რომელსაც მე უკვე ჩვენ უკვე ვფიქრობთ ეს პროდუქტი რაზე, სადა ასე ვთქვათ რა მოცემულობაში გამოვიყენოთ. იმიტომ რომ შესაბამისი სისქე განსაზღვრავს გამოყენების არეალსაც. იგივე რაც შეეხება ხისახეობას, ახლა აფრიკული, ტროპიკული ხისახეობები ვახსენეთ, რომელიც აფრიკიდან შემოდის, მან ხისახეობები თითქმის ერთმანეთის კონკურენციაში შედის. ეს არის ღეუმბი, ანდეუგი, ბელი, ანუ ისეთი ხისახეობები, რომელიც ფაქტურას ძალიან დიდარს გვაძლევს ხის სიმკვრივის კუთხით. აქტიურად მუხის სიმკვრივეს წდება და საექსპლუატაციო ვადითაც გამოირჩევა. მაგრამ ისევ აქაც ვიტყვი, რომ მას ასე ვთქვათ დაცვითი საშუალებები ჭირდება, რადგან საექსპლუატაციო ვადა იგივე გაუხანგრძლივოთ თუნდაც იმ პროდუქტებით, რომელიც თუნდაც აქ არის წარმოდგენილი. ეს არის პოლიურეთანის ასე ვთქვათ ლაქი, რომელიც დაცვას უზრუნველყოფს, არის ეკომეგობრული პროდუქტი, რომელიც სამზარეულოში დაშვებადია, შესაბამის სერტიფიკატები მას მინიჭებული აქვს და აპრობირებულია და წლებია უკვე მე-11 წელია ფაქტიურად ვიყენებთ ამ პროდუქტს და როგორც მოხმარებლები, ასევე ჩვენ კმაყოფილები ვართ, რადგან ხეს სჭირდება რაღაც კუთხით გარკვეულწილად პატარა პასუხისმგებლობის აღება, რომ მას სჭირდება თუნდაც მოვლა განახლების კუთხით. ეს არ ნიშნავს რაღაც იმ საკითხს, რომ დემონტაჟის გაკეთდეს და დავაბრუნოთ ის პროდუქტი თუნდაც ხის ცეხში ან ასე შემდეგ. არა, აქ არის თავიდან მოხდეს დამუშავება და მე ის, ანუ იქვე თქვათ რაღაცა კონკრეტულ. თავიდან, ესე იგი დაუმუშავებელი ხე, რომელიც არის და რომელზეც არ არის თუნდაც დატანილი ლაქი, ამით უნდა მოხდეს სწორი შერჩევა პროდუქტის, რომელიც თვითონ მინვაქსის კატალოგში ფერთა პალიტრა, რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ ჩვენ თუ სიტყვაზე გვინდა რომ ხის ბუნებრივი ფერი შეუცვალოთ, ისე რომ ხის სტრუქტურა და ფაქტურა არ დაიკარგოს, ამის საშუალებას გვაძლევს ფერთა დიდი პალიტრა, ეს არის ეგრეთ წოდებული ბაიცი ფერის მიცემი, მაგის მერე ხდება უკვე დამცავი პოლიურეთანის ლაქის დატანა, რომელიც გვაძლევს ამ საიმედოობას, რომ ჩვენი გადახდილი თანხა და ის გაწეული ინვესტიცია დიდხანს შეუნარჩუნებს თავის იერსახეს და გაალამაზებს ჩვენ ინტერიერს. გიორგი, აი სახლის პირობებში, თქვათ, აბაზანაში, სამზარეულოში, სიტყვაზე აივანზე რაღაც მაგიდა გვაქვს ხის, თქვენს გაქვთ ამის დიდი ასორტიმენტი ხის მაგიდებისაც. ეს მასალები რითაც მუშავდება, ხე, აი რა პერიოდში ერთხელ ჭირდება სიტყვაზე, რომ თავიდან დავამუშავოთ და რაღაცა ან არ შეილახოს, ან არ დაიღუნოს, ან მსგავს რაღაცები რომ არ დაემართოს. გარეშე შემთხვევისთვის სხვა ფაქტორი მუშაობს, შიდა სივრცისთვის სხვა. შიდა სივრცისთვის საკმარისია სწორად შერჩეული ლაქსაღებავის თუნდაც ერთჯერადად გამოყენება თავდაპირველად, სანამ ექსპლუატაციაში შევა, შემდგომ უკვე მას აღარ ჭირდება. რაც შეეხება გარე სივრცეს, მაგ შემთხვევაში თვითონ წარმოებლებს, ქარხანას ესეთი რეკომენდაცია აქვს, რომ მაინც გააჩნია რეგიონს, როგორი რთული კლიმატური პირობებია, როგორი ვითარება ლოკაციიდან გამომდინარე. შესაბამისად არის ესე დამოკიდებულება. თუ ინტენსიური მზე არის, შესაბამისად პირველი მტერი ყოველთვის ხის მასალისთვის არის ულტრაესფერი სხივები. მას დაახლოებით ჭირდება 3-4 წელიწადში ერთხელ თუნდაც ერთი ფენით დატანა. აი ამ მოვლის საშუალებებისთვისაც მტერი არის ულტრაესფერი სხივები? კი, რა თქმა უნდა, მაგიტომაც ხდება თუნდაც რაღაც ღონისძიებები 3-4 წელიწადში ერთხელ ერთი ფერის დატანა, მაგრამ არ საჭიროებს ზედაპირის ან მოხვეწას, ან პროფესიონალის ჩართვას ამ კუთხით, ან სიტყვაზე მასალის დემონტაჟს. არსებულ ფასადზე თუნდაც ერთი ფენის დატანა უბრუნებს თავდაპირველ იერსახეს. ეს 3-4 წელიწადში ერთხელ არის საჭირო გაკეთება, ეს არსებული ღონისძიება, რადგან ასე ვთქვათ, თვითონ მასალასაც გაუხანძლებთ საექსპლუატაციო პერიოდი და ვიზუალურადაც ასე ვთქვათ, მისაღები იყოს ჩვენთვის. რაც შეეხება თვითონ შიდა სივრცეს, რაც ვთქვით, მაგ შემთხვევაში მარტივადაა საქმე, თავიდან ხოლმე საჭიროა სწორი შერჩევა იმ პროდუქტის, სად და რაზე უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ლაქი არსებობს, რომელიც არის ცვეთამედეგი, არის ლაქი, რომელიც არ არის ცვეთამედეგი. შესაბამისად, საფეხურზე სხვა ლაქი გამოიყენება, პარკეტზე სხვა ლაქი გამოიყენება, ჭერზე სხვა. ხო გვაქვს წარმოდგენილი, ხო? მაგიტომ არსებობს სხვადასხვა კატეგორიები, სხვა შემავსებლები, სხვა ასე ვთქვათ, ფუნქციით გაჯერებული პროდუქტები, რომ ყველას შესაბამისად თავისი დატვირთვა აქვს და დანიშნულება აქვს. როგორც ხეს, ასევე ლაქსაღებაოშიც ეგრეა. და რაც შეეხება კიდე შიში არსებობს იმისა, რომ გაუჩნდეს მაგალითად მწერი ან ხისობი, ხო? ამ კუთხით ისევ და ისევ მივიდივართ იქ, რომ არის ინფორმაციის ნაკლებობა. საპრევენციო ღონისძიება არის საჭირო, აუცილებელი.
ხელს ოდესაც საპრევენციო ღონისძიებას თუნდაც ანტისეპტიკური საშუალებები დავამუშავებთ, მას არანაირი ხისობი, ხისმხნელი მას მისთვის, ასე ვთქვათ, ხის მტერისთვის უკვე არ არის საინტერესო. არის მარილის ფუძეზე, არის ბუნებრივ, ასე ვთქვათ, ნაერთზე დამზადებული, არანაირი საფრთხეს არ წარმოადგენს. შესაბამისად, მსგავსი საპრევენციო ღონისძიება, როგორც ჩვენ გვიცავს მოსალოდნელი სიურპრიზისგან და არასასიამოვნო ფაქტისგან, ასევე თვითონ ხის მასალას დაცულია გარკვეული ათეული წლების განმავლობაში. ასევე არის ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარები, სადაც რეგულაციები და რეგლამენტი გათვალისწინებულია და გვალვალდებულებენ, რომ მოხდეს თავშეყრის ადგილას, სადაც მეტი საზოგადოებრივი თავშეყრა ხდება, იქ ხის მასალაზე აუცილებელია ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარის გამოყენება, რადგან ეს აალების პროცესი შეამციროს წარსულს და არის კიდე პროდუქტი ისეთი, რომელიც ორი ერთია, რომელიც ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარიც არის და ანტისეპტიკის ანუ მიმართულების საშუალებას. შეიძლება ეს მესამე ნაწილი იყოს საკონსტრუქციო მიმართულება, მაგრამ კონსტრუქციებს ვფიქრობ, რომ უკვე სავალდებულოც არის, რომ ჩვენ გარკვეულწილად რაღაც ინვესტიცია ჩავდოთ ნებისმიერი სახლის აგარაკის ჩვენებობაში და იგივე ის ხის მასალა იყოს დაუცველი ამ კუთხით და იგივე რისკებისგან არ იყოს გადაზღვრული, ხო? რა არის ეს საპრევენციო ღონისძიება ანტისეპტიკური ხსნარით, რომ მას 2-3 წელიწადში, ან 10 წელიწადში არ დადგეს ის პრობლემა, რაც თუნდაც მასალას რაღაც საფრთხეს შეუქმნის, ხო? იმიტომ რომ ტენიანობის და გარე კლიმატური პირობების სეზონური ცვალებადობა იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. მარტო ხეს არ ემართება ნებისმიერ, ასე ვთქვათ, ჯანსაღ პროდუქტს ემართება. შესაბამისად, რადგან ხე ჯანსაღია და ჯანმრთელი პროდუქტია და გვინდა რომ ეს პროდუქტი ჩვენ სივრცეში შემოვიყვანოთ, ჩვენც რაღაც პატარა ვალდებულება უნდა ავიღოთ, რომ ესეთი მცირე ღონისძიებებით მას ეს დაცულობა შევძინოთ. ყველას შიში არ დაიღუნოს ის რა ქვია, ჩვენი ხის მასალა, რომელსაც გამოვიყენებთ თქვათ ინტერიერში. ეს შიში როგორ შეიძლება რომ მოუხსნათ მომხმარებლებს? კი, მეტი ინფორმაცია, მეტ დაცულობას ნიშნავს. შესაბამისად, პირველი აუცილებელიც არის, რომ ხის მასალას უნდა ქონდეს დაბალი ტენიანობა. რეალობაში შეძენის დროს არავინ არ ამოწევს ამ ტენიანობას. შესაბამისად, არსებობს შეკითხვაც, რომ ვიცით რა არის ეს აპარატი, ან რანაირი, ან როგორ ხდება ზოგადად შემოწმება. შესაბამისად, უნდა ვიყოთ დაცულები. დაცულები რას ნიშნავს, რომ მისგანაც ყიდულობთ, ის უნდა იყოს მეტად გარკვეული ამ კომპეტენციებში, ან საკითხებში, რომ შესაბამისად, მან არ დაუშვა შეცდომა თუნდაც შესყიდვის პერიოდში და მერე თუნდაც გაყიდვის პერიოდში. რომ არ მოხდეს, ასე ვთქვათ, ამ შეცდომის გადაცემა მესამე პირზე. ეს პირველი. სტანდარტის დაცვა თვითონ მასალის პროდუქციის წარმოებაშიც არ არის. პრობლემა იწყება თუნდაც შენობა ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციების მომზადებაშიც, სადაც ფაქტიურად უგუებელყოფილია ის ყველა თითოეული დეტალი, რასაც საპროექტო ასრულებს და აკეთებს. ეს იქნება არქიტექტურული ნაწილი თუ საკონსტრუქციო ნაწილი. ფაქტიურად პროექტის გარეშე, სადღაც გადმოკოპირებული პროექტი და ფაქტიურად მე ეს მომწონს და ესეთი მინდათი შემოიფარგლებიან ფაქტიურად და იქ მე უკვე მასალაზე მიდის სად გამოვიყენო როგორ. შესაბამისად, ჩემი რჩევაა, რომ თუნდაც აკრედიტირებულ სწორ საპროექტოს მიმართონ დაიწყონ სახლის მისი, ასე ვთქვათ, გრძელვადიანი ინვესტიცია, ხო, ეს ხო არ არის დროებითი შემონაგებობა. გრძელვადიანი ინვესტიცია, გაუფრთხილდნენ თავის ინვესტიცია, დაიწყონ სწორი საპროექტოს შერჩევით თუნდაც და დაპროექტებით. შესაბამისად, მანდ უკვე თვითონ საპროექტოში თვითონ ვალდებულებაც არის, შესაბამისად, რომელი კონკრეტული სამშენებლო მასალა რა დათვალზე უნდა სპეციფიკაცია რა დაშვებაზე უნდა იმუშაოს. შემდეგ ხდება უკვე, ასე ვთქვათ, ხის მასალების შერჩევა. ხის მასალების შერჩევა, რა თქმა უნდა იყოს სინქრონირებულად, რომ ასე ვთქვათ, ფასადზე როგორი სტანდარტის ხის მასალის გამოყენება მოხდეს, იმიტომ რომ შეიძლება ახლა საპროექტო ორგანიზაციამ და თანამშრომელმა დიდად არ იცოდეს სიტყვაზე რა მასალა და რა სახეობა ჩადოს და ამ დროს ჩადების დროს და გამოყენების დროს პატარა კონსულტაციებიც თუნდაც საჭიროა, რომ უფრო მეტი შედეგი მივიღოთ. ან თუნდაც ისეთი მასალა არ ჩავდეს, რომელიც არ იშოვებოდეს მაგალითად საქართველოში და მარტო რენდერის ამარად არ ეს ერთ-ერთი ძირი პრობლემაა საქართველოში, რომ რაღაცა კონკრეტულ პროდუქტებს დაარენდერებენ და ხო, ამით თვითონ იშორებენ და მერე მიდი და ეძებეთ რაღაცა და არჩიეს ad უნდა შევიდიოთ. ჩვენ ავტომატურად გადავედით ახლა მეორე ნაწილზე და უკვე მივუახლოვდით იმ მშენებლობის ნაწილსაც. დარწმუნებული ვარ მაყურებელსაც აინტერესებს ეს საკითხი და ძალიან საყურადღებო საკითხია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი შესრულებული პროექტიც, რომელი პროექტსაც რამოდენიმე წლის, ოღონდ ცოტა წელზე მაქვს მესაუბარი, 4-5 წელიწადში
შეექმნა ისეთი პრობლემა, რომ ახლა იწყება ამ ყველაფრის გარჩევა მშენებლებთან, ვინც აუშენა და ასე შემდეგ. ძირი ნაწილი რა უნდა გაითვალისწინოს და რითი უნდა მოახდინოს იდენტიფიცირება, თქვათ, პოტენციურმა მომხმარებელმა, რომელიც თქვათ, აშენებს ხის ეგრეთ წოდებულ კოტეჯს. კონკურენციაში, ასე ვთქვათ, სამშენებლო სფეროში, ფასის დაწევის მიზნით ჭარბად ხდებოდა გამოყენება შიდა გამოყენების ეგრეთ წოდებული ლამპა, რომელიც არის ეს პროდუქტი, გამოყენება ფასადზე. აქ ფაქტიურად განსხვავება სისქეშიც, განსაზღვრება, ხო, ამათ შორის. ესე იგი რეალურად, გიორგი, ამას მოდიში, ამ ლამპას, ეგრეთ წოდებულ ლამპას იყენებენ ეს არის განკუთვნილი შიდა სივრცისთვის, შიდა ინტერიერში, რომელიც არ არის შიდა მოპირკეთებისთვის, ეს მოკლედ რო რომელიც შესაბამისი საკმარისია იმისთვის, რომ შიდა სივრცეში გამოვიყენოთ და სავსებით ყველანაირ ასე ვთქვათ დავალებას ართმევს თავს. მაგრამ გარე კლიმატურ სივრცეში, სადაც ექსტრესული გარემოა, არის კლიმატური პირობების ცვალებადობა, ულტრაისფერი სხივები, თოვლი, ყინვა, შესაბამისად ეს ხისთვის სტრესია. შესაბამისად მას უნდა გაუზარდოთ სისქე, რომ აღნიშნული დატვირთვებს გაუძლოთ. შესაბამისად არის უკვე ეს პროდუქტი. ეს პროდუქტი, რომელიც ბიჭის შემთხვევაში არანაკლებ 2 სანტიმეტრი უნდა იყოს გარე ფასადისთვის. ამათ შორის სხვაობა რამდენია ხა? თითქმის 1 სანტიმეტრი. 1 სანტიმეტრია სხვაობა. და გაიაფების გამო ხდება ხოლმე ამ პროდუქტის გამოყენება. აი მაყურებელსაც მინდა რომ ვანახო რამხელა სხვაობა და რეალურად ძირი ნაწილი პრობლემების თქვა ხო, სადღაც 2 წელიწადში 2-3 წელიწადში იწყება უკვე მსგავსი პრობლემები, რომ გამოყენებული მასალა და აღნიშნული პროდუქტი, რომელიც მოხმარებელს უკვე ფასადზე და რომელიც უკვე ეგ კოტეჯი ან ბინა უკვე ჩაბარებულია, უკვე მარტო რჩება, რომელიც ამ პრობლემის წინაშე და ასე ვთქვათ, როგორ მოიქცეს არ იცის, იმიტომ რომ ამის გამოსწორება უკვე ძალიან რთულია. გიორგი, გამორიცხულია ხო ამან იმუშაოს, აი ამ თქვათ შიდა გამოყენების მასალა მიმუშაოს გარეთ. გამორიცხულია, იმიტომ რომ რეალობაში ნებისმიერი პროფილი გადის ტესტირებას. ზუსტად ეხლა რა პროდუქტის ხელში გიჭირავს, მისი სიგანი, სისქე, სიგრძე, შიპის, ეგრეთ წოდებული შიპის, ანუ ჩამკეტის ზომა, ყველაფერი არის გატესტილი, აპრობირებული და მაგის მერე, ასე ვთქვათ, გამოცდის მერე არის ჩაშებული უკვე წარმოება. შესაბამისად, ყველაფერს აქვს თავის კატეგორია. ეს არის განკუთვნილი შიდა სივრცისთვის, სადაც ესეთი სტრესი არ არსებობს, როგორც გარემო კლიმატურ პირობებში და როდესაც გარეგა ფასადის შემთხვევაში ამ პოზიციაზეც ვილაპარაკეთ, რომ მას სისქე აქვს შესაბამისად ეს ფიზიკურად რამხელა სხვაობა ხო ამ ორმა რეალურ რადიკალურად განსხვავებული ერთმანეთისგან ვიზუალურადაც, ზომითაც, ფორმითაც და აი რაღაცა იმის. აი შიპების იმის კრიმითაც. და რეალობაში მე უკვე ხდება თვითონ ამ ფიქსაციის მანდატ სტანდარტის დარღვევა. შესაბამისად, არასწორი შერჩეული მასალა, ფიქსაციის და მონტაჟის სტანდარტის დარღვევა, არასწორი ლაქსაღებავების გამოყენება, ესე იგი საპრევენციო ღონისძიებების არ გამოყენება და ჯამში შედეგამდე მივდივართ, რომ ხის მასალა, რომელიც მე გამოვიყენე, 3-5 წელიწადში რაღაცა ისეთი სახე მიიღო, რომელიც არ მოგწონს თუნდაც რა. ყველა ძირი პრობლემა რაც არის, თქვა კოტეჯების მშენებლობის დროს და ჩვენთანაც ხშირად რეკავენ მაგ საკითხით, რომ აი ახლა რა უშველო და ასე შემდეგ, ჩემი მარტივი პასუხია ყოველთვის, რომ დემონტაჟი და ახალი სწორი პროდუქტების მონტაჟი ვერ რო განახორციელო. ეს რა პროდუქტია, გიორგი? ეს პროდუქტი არის ეს რა ვიზუალურადაც რაღაცნაირია ისეთი. ხო, ეს არის ესა რა ქვია, ბრაზილიული მასალა, გარაპა ქვია, რომელიც გამოიყენება ტერასების მოსაწყობად, ტერასების მოსაწყობად, აუზების გარშემო პერიმეტრის მოსაწყობად, ვერანდების და აივნის მოსაწყობად, ანუ ნებისმიერი გარე სივრცეში, სადაც გვინდა რომ ჯანსაღი ეკოლოგიურად სუფთა სივრცე შექმნათ, რომელსაც არასოდეს თითქმის პრობლემა არ შეექმნება, ეს პროდუქტია, რომელიც ხელში გიჭირდება. ხო და ეს პროდუქტი, ეს ეხა ინტერიერში გამოვიყენოთ, ჩვეულებრივ შეიძლება ეს, რა თქმა უნდა. გარეთ ველურ პირობებს უძლებს. ესე იგი, ეს კატეგორია მიეკუთვნება hardwood-ის კატეგორიას, ძალიან ძლიერი ხია, ნებისმიერ ესე ძლიერ დატვირთვას უძლებს, ძალიან ლამაზი ფაქტურა აქვს. ამაზონის ტყის მასივებიდან არის მოპოვებული, შესაბამისად ექსკლუზიურობაც და ამის განცდაც აქვს ადამიანს, რომ ყველგან ვერ შეხვდება. ძალიან რთული პერიოდს გადის, რომ თუნდაც აქ აღმოჩენილი იყო საქართველოში და ეს პროდუქტი როგორც ესე მასალად საშუალება მიგვეცა მოხმარებისთვის, რომ თუნდაც ეფიქრა და თუნდაც გამოიყენებინა და ბევრმა გამოიყენა და ძალიან აღფრთოვანებულია ამით, რომ ესეთი ეკოსივრცე შექმნა თავის სივრცეში და თავის ადგილას და კიდევ რაც შეიძლება ვთქვათ, რომ რადგან სურვილი გვაქვს
რომ ესე ვთქვით, ჯანსაღი სივრცე შექმნათ როგორც ჩვენ შიდა სივრცეში ან გარე სივრცეში და რადგან გადაწყვეტილი გვაქვს და ვიცით რომ ხე ეკოლოგიურად სუფთა და ეკოსისტემის ნაწილია რაღაც პატარა პასუხისმგებლობის აღებაც საჭიროა მასთან ურთიერთობაში რა ერთი პატარა პარალელი შეიძლება გავალოთ როდესაც ჩვენ ოჯახში გადაწყვეტილი გვაქვს რომ შინაური ცხოველი ავიყვანოთ ასევე გააზრებული გვაქვს რომ პატარა პასუხისმგებლობაც ავიღოთ მის მიმართ ხო შესაბამისად როდესაც გადავწყვიტოთ რომ ხე და ხით მოვაპლიკეთოთ სხვადასხვა დეტალი, ეს იქნება ინტერიერის ნაწილი თუ ექსტერიერის ნაწილი, აქაც პატარა პასუხისმგებლობის აღება იქნება საჭირო მოვლის კუთხით, ეს იქნება საპრევენციო ღონისძიებები თუ ლაქსაღებავებით დამუშავება. ასევე კონსულტაციის გავლა თუნდაც ჩვენთან, რომელი ხისახეობა სად გამოვიყენოთ. ერთადერთია შინაურ ცხოველზე განსხვავებით ჭამა არ უნდა, მაგრამ პრინციპში ჭამა არის ისიც, ხო, ეს. ხო, რაღაც ისე გამოდის. მუდმივად კომუნიკაცია რო გვაქვს და მუდმივად რო რაღაცა ის გვაქვს, რა ვქო, შემხებლობა რო გვაქვს, ნუ ფაქტიურად შეიძლება ვაჭამოთ კიდეც რაღაც. იმიტომ რომ რეალობაში როგორც ხისახეობა და ხის ვიზუალი და ფაქტურა გვაძლევს რაღაც სხვანაირი განწყობა, სხვანაირი გარემოს, თბილ გარემოს ქმნის ჩვენ ინტერიერში და ვფიქრობ, ამაზე ეკომეგობრული პროდუქტს ნაკლებად თუ შევიძენთ და დამეგობრებას თუნდაც იმას ნიშნავს, რომ ის პატარა მცირედი პასუხისმგებლობაც ავიღოთ. მადლობა გიორგი სტუმრობისთვის, საინტერესო გადაცემა გამოვიდა და დარწმუნებულად ბევრ ადამიანს დავეხმარეთ სწორად რაღაცა მასალების შერჩევა რომ მოახდინოს. თქვენ კი ამით გემშვიდობებით არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. შემდეგ ხუთშაბათად